Algoritmela მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ დღეს გვესტუმრეთ და მნიშვნელოვანია ძალიან ის თემა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. ოქტომბერი გაივია, მთელი ოქტომბრის განმავლობაში, ვიცით, რომ მიმდინარეობდა კამპანია, ვარდისფერი ოქტომბერი ქვია ამ კამპანიას და ძუძუს რიგოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მოდით გვითხარით ამ თვის მნიშვნელობის შესახებ და ერთგვარად შევაჯამოთ მთელი ეს თვე, რა გაკეთეთ და რატომ არის მნიშვნელოვანი, რატომ აღინიშნება და მოგვიყვებით აი ამ თვის მნიშვნელობის შესახებ. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემის გაშუქებისთვის კიდევ ერთხელ. ვარდისფერი ოქტომბერი აღინიშნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ამ თვეს, განსაკუთრებით იმ ქალბატონებისთვის, ვინც ეს დაავადება გადაიტანა, რადგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერა და ძალიან დიდი გვერდში დგომა ჭირდება ასეთ ადამიანებს. ჩვენი ორგანიზაცია ევროპადონა მე უკვე მე-11 წელი ამ ორგანიზაციაში ვარ და ყოველწლიურად ვარდისფერ ოქტომბერში ვაქტიურდებით, ასე ვთქვათ, თორემ მთელი წლის განმავლობაში და მთელი ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს არაერთი აქტივობა ცნობიერების ამაღლებისათვის, საზოგადოებას ყოველთვის ვაცნობთ ჩვენს სიახლეებს, ასევე პაციენტების საჭიროებები რაც არის, ამ საჭიროებების კიდევ და კიდევ გაუმჯობესებისთვის, უფრო მეტი სარგებელის მიღებისთვის, პაციენტთა უფლებების დაცვისთვის, იმიტომ რომ წინა წლებში, ადრე წლებში არ იყო ძალიან ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების ხელმისაწვდომობა და აი ამ ჩვენი კამპანიის ფარგლებში, ჩვენი აქტივობების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ეს ხმა იქ გაიგეს, სადაც საჭირო იყო და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგები გამოიღო დაფინანსდა არაერთი ძვირადღირებული წამალი, ასევე მკურნალობა, რომელიც არ ფინანსდებოდა, მერე იყო ნახევრად დაფინანსება, თანადაფინანსება და ესეც რა თქმა უნდა უჭირდათ და ეხლა კი სრულად ონკოპაციენტების მკურნალობას უზრუნველყოფს სახელმწიფო და ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი ადამიანების უფლება იქნა ამით დაცული. ასევე ჩვენ კიდევ გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, რომ კიდევ მეტი საჭიროებები და მეტი გამოწვევები რჩება ისევ და გვინდა რომ ახლანდელი ჩვენი კამპანიები, რასაც ეხება, ეს არის შემდგომი, ანუ მკურნალობის შემდგომი გამოკვლევების დაფინანსება. ასევე ქალბატონები, რომლებმაც ჩაიტარეს ოპერაცია, ანუ რადიკალური მასტექტომია და მათ აქვს ძალიან დიდი პრობლემა, როგორც ანატომიური, ასევე ფსიქოლოგიური, რომ დაფინანსდეს რეკონსტრუქციის ოპერაცია, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ პლასტიკური ოპერაცია და ეს არ არის რაღაცა სილამაზესთან, ეს უბრალოდ ეს ფსიქოლოგიური ძალიან დიდი ტრავმა არის იმ ქალბატონებისთვის, ვისაც რადიკალური მასტექტომია აქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი კვლევების დაფინანსება, ვინაიდან ადამიანი, რომელიც გამოჯამრთელდება და კარგად არის და გონია რომ უკვე კარგად არის და რემისიაშია დაავადება, მას შემდეგ ჭირდება შუალედური კვლევები, რომელიც ღირს ძალიან ძვირი. აი ამ ძვირ კვლევებს რომ ვეღარ იტარებს, მერე უკვე ისევ მიმართავს დაგვიანებული თუ რეციდივი მოხდა ორგანიზმში და თქვენ იცით ეს დაავადება ესეთი ვერაგია, რომ რეციდივი გააჩნია და მერე უკვე გვიან და სახელმწიფოსაც ძვირი უჯდება, რა თქმა უნდა, მკურნალობა და რა თქმა უნდა, პაციენტის ცხოვრების ხარისხიც უფრო უარესდება და ცუდი შედეგი დგება. და ამიტომ საჭირო არის, რომ ისევ მიექცეს ამას ყურადღება და აი ამ ასე ვთქვათ, აი ეს კვანძების გახსნა მოხდეს
თანდათანობით და რა თქმა უნდა ჩვენ მთელი ამ წლების მანძილზე არაერთი მიღწევა გვაქვს და მადლობა ჩვენ სახელმწიფოს და ვისაც ესმის ჩვენი არაერთი ჩართულობა არის რა თქმა უნდა საკრებულოს მხრიდან, მერიის მხრიდან, პარლამენტის მხრიდან, ჯანდაცვის მხრიდან ჩვენ ჩავატარეთ აი ამ თვეში ჯერ მარტო დავიწყეთ საკრებულოსთან ფლეშმობით და აი ამ ვარდისფერი ამ ჯაჭვით ვარდისფერი ჯაჭვს ვეძახით, რომელშიც ერთიანდებიან პაციენტები, ექიმები, სტუდენტები, არაერთმა უნივერსიტეტმა დაგვიჭირა მხარი უცხოელმა თუ ქართველმა სტუდენტებმა ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა ასევე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ეს საკითხები იყო განხილული და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხები მხოლოდ განხილვის დონეზე არ იქნება და რა თქმა უნდა შედეგიც მიღწეული იქნება და ვფიქრობთ, რომ შედეგები რადგანაც დგება, ვფიქრობთ, რომ ყველაფერი რა თქმა უნდა თანდათანობით კარგად იქნება და მიღწევადია. ასევე მინდა შევეხო ისევ მნიშვნელოვან პრობლემას, სკრინინგის პრობლემას. ანუ პრობლემა არ აქვს სკრინინგს, პრობლემა აქვს მოსახლეობას, რომელიც არ აკითხავს სკრინინგს. ყოველწლიური მოწოდება არის, რომ ჩაიტარეთ სკრინინგი. მართალია კი 40 წლიდან 70 წლამდე ქალბატონებისთვის არის ეს სკრინინგი. კონკრეტულად გულისხმობ მამოგრაფიას, მაგრამ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25 წლიდან არის. და აი ეს მიმართვიანობა უფასო რა თქმა უნდა სახელმწიფო პროგრამა დიახ უფასო რომ მიმართონ სკრინინგი არ ნიშნავს დაავადებული პაციენტის გამოკვლევას ეს არის ჯანმრთელი პაციენტის გამოკვლევა რომელიც მიზნად ისახავს პრევენციას ანუ რომ გამოირიცხოს და ამ ადამიანის ჯანმრთელობა დადასტურდეს სკრინინგული გამოკვლევით. აი ესე რომ ვთქვათ. აქ არაფერი საშიში არ არის, არაფერი არ არის ხანგრძლივი ვადიანი, ძალიან მოკლე პროცედურა არის. ყოველთვის მოუწოდებთ ადამიანებს რომ მობრძანდნენ, მაგრამ კი რაღაც შედეგები არის მიმართვიანობის თვალსაზრისით, რაღაც მცირედი, მაგრამ ის კარგი შედეგი რომ დაიდოს, აი 40 წლიდან ხომ ვიცით სტატისტიკა როგორ არის, არ მიმართავენ ქალბატონები. ძალიან მზარდი სტატისტიკა გვაქვს მიმართვიანობის თვალსაზრისით. მიმართვიანობის თვალსაზრისით დაახლოებით 30%-მდე არც კი მოსახლეობა მიმართავს. ანუ ის შედეგი რო იყოს, აი ნახევარმა მაინც რომ მიმართოს 50% არ არის. სამწუხაროდ. აი ესეც გამიმართოთ კარგად, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი თუ თქვა დაავადება საწეს ეტაპზე. დიახ. გამოვლინდება აი დიახ, აი ძალიან კარგი ის ახლა კარგად კაი შეკითხვით შემახსენეთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ასაკში დასმულ დიაგნოზს. აი თამამად შემიძლია ვთქვა, 10 წლის წინ ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ 100%-ით არის გამოჯანმრთელების შანსი. 100%-ით. საწყის სტადიაზე გამოვლენილი დაავადება, აი ეს ვერაგი დაავადება, მარტივი განკურნებაც არის ნაკლები დანახარჯი ფინანსური, ნაკლები წვალება, ნაკლები ტკივილი და 100%-იანი გამოჯანმრთელება. ამიტომ მნიშვნელოვანი რომ დროულად და ყოველწლიურად კი კარგი იქნება რომ შემცირდეს ასაკი, ანუ შემცირდეს რა მხრივ გამოკვლევები რომ დაიწყოს თქვათ კარგი იქნებოდა 30 წლიდან რომ დაიწყოს მე თუ მკითხავთ. ხო, იმიტომ რომ ძალიან გაახალგაზრდავდა ეს დაავადებაც და ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი შემთხვევებია სამწუხაროდ. დიახ. დიახ. სტატისტიკა როგორია, ახალგაზრდავდა თქვით, გამოვლენა როგორია, რას გვაჩვენებს? იცით მდგომარეობა როგორია, გეტყვით ახლა საერთოდ მკერდის კიბო არ არის უსიმპტომო. არავინ არ თქვას, რომ აი არ ვიცოდი და უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. რაღაცა სიმპტომი მაინც არის. ელემენტარული პატარა სიმაგრეს ყველა იგრძნობს, ხო? არსებობს თვითგასინჯვა. ჩვეულებრივ ნებისმიერ ქალბატონს თვითონ შეუძლია აღმოაჩინოს და ძალიან ბევრი შემთხვევა ესეთი. ამიტომ უსიმპტომო არ არსებობს და აი პატარა რაღაც მინიშნებითაც კი თუ მიაკითხავენ ეხო მამოგრაფიას
რა თქმა უნდა, ამით შეიძლება რომ აღმოჩნდეს ეს თუ არ არის, ახლა სიმაგრე შეიძლება იყოს რაღაცა სიმპტომი, მაგრამ ეს არ უკავშირდებოდეს ამ დაავადებას, ესეც არის. ახლა არ უნდა გადავწყვეტოთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს არის, მაგრამ ასევე თუ არის გენეტიკური განწყობა. არ უნდა დაელოდოს 40 წლის ასაკს. თუ გენეტიკური განწყობა დედას ჰქონდა, ბებიას ჰქონდა, ძირითადად დედის ხაზით არის, დეიდას ჰქონდა, ბებიის დას ჰქონდა, აი ეს ხაზი არის ძირითადად გენეტიკაში. თუ არ უნდა დაელოდოს ამ ასაკს და შეუძლია დაიწყოს გამოკვლევა. 25 წლიდან თუ დრო დაიწყებს სკრინინგს, საშვილოსნოს ყელის სკრინინგს, ასევე გაიკეთოს ეხო მამოგრაფია წელიწადში ერთხელ და ეს არის ძალიან დიდი პრევენცია. ასე რომ ამის თავიდან აცილება და დროული აღმოჩენა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია. მე ადრე 2 წლის წინ ვიყავი მილანში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ტრენინგები ჰქონდა და იქ იყვნენ პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ჩამოსულები, ექიმები და პაციენტები და ასე შემდეგ და მათ საერთოდ არ ჰქონდათ აი ეს შესაძლებლობა სკრინინგი. თვითონ იცოდნენ და გვიმითხრეს, რომ აი თქვენ ქართველები საქართველოს რამდენად წინ წახვედით, რომ ჩვენ აი ეს აპარატი საერთოდ არ გაგვაჩნია ქვეყანაში და მით უმეტეს უფასო კვლევებისთვის. ასე რომ ეს ფუფუნება, რადგანაც საქართველოს გააჩნია და აქვს სკრინინგი, ისევ და ისევ მოუწოდებ და ჩვენი ყველა აქტივობა გამოდის იქიდან, რომ ჩაიტარეთ დროული გამოკვლევები. რომ დაავადების დამარცხება 100%-ით შესაძლებელია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ამ თემაზე საუბრისთვის. აი ხშირად რა თქმა უნდა შიშიც ხოლმე. კი. და ესეც მსმენია, რომ ამ თემას არიდებენ. კი, დიახ, ესეც არის, რომ ეშინიათ აი პირველ რიგში ხა უბრუნდები ისევ იმ საკითხს, რაზეც ახლა წეგან გესაუბრეთ, რომ ზოგს ძალიან ეშინია კერდის მოკვეთის. და ამის გამო ძალიან ბევრი ქალი გარდაიცვალა. მე პირადად ვიცი, რომ ვინც არ მიაკითხა ექიმს იმის გამო, რომ გაიგო, რომ აქვს ავთვისებიანი სიმსივნე და არა მე დავკარგავ ჩემს ამ ორგანოს და ეს მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად სანუკვარი იყო და იცოდა, რომ ის ვეღარ გაიკეთებდა ამას, ვეღარასოდეს ვეღარ გაიკეთებდა რეკონსტრუქციას, არ აღდგებოდა და ის სიკვდილზე აწერენ ხელს. და ქვეყანაში სადაც იქნება ის შესაძლებლობა და აი ეს ინფორმაცია ექნებათ, რომ თქვენ თუ დაკარგავთ, აღიდგენთ ჩვეულებრივად ისევ იგივენაირად იქნებით და არანაირი პრობლემა არ შეგექმნება და არც ვიზუალური, არც მენტალური, არც ანატომიური. რა თქმა უნდა, აი ეს შიშები გააჩნია ძალიან ბევრ ქალბატონს. აი ამის შიში, მკურნალობის რაღაცა ინფორმაციის პრობლემა აქვთ. არ იციან როგორ ხდება, იმიტომ რომ აიციან რომ ქიმიოთერაპია, რაღაცა საშინელება, რაღაცა ყველაფერი არის ახალი გაიდლაინები შემოდის ყოველწლიურად. 10 წლის წინ, 11 წლის წინ მე რომ ვიმკურნალე, სულ სხვანაირად იყო. ეხლა სულ სხვანაირად არის. ეხლა ბევრად უფრო გამარტივდა, ბევრად უფრო მსუბუქად მიდის ეს ყველაფერი. და ამიტომ გვჭირდება ჩვენ ხშირი საუბრები, ხშირი გამოსვლები და ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებაზე, რომ არასოდეს არ შეეშინდეთ, რომ თავარი ადამიანის თავის ხელშია სიცოცხლე, ანუ ადამიანი თავარი არის თავის, ანუ თავის უფალი არის ადამიანი და შეუძლია რომ თვითონვე გადაწყვიტოს თავისი ჯანმრთელობის ამბავი. აუცილებელია რომ და ასევე ის ადამიანები, ვინც პირნათლად ასრულებს ამ დავალებას და მიდის, იმოწმებს, რომ იცხოვროს, იცოცხლოს თავის შვილებისთვის, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის, საერთოდ ღმერთმა რომ მისცა სიცოცხლე, უნდა რომ იცოცხლოს. რა თქმა უნდა, საჭიროა რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს და მისი ეს პირველადი და უმთავრესი უფლება იყოს დაცული, მისი ჯანმრთელობის უფლება და მისი სიცოცხლის უფლება. და ამიტომ აი საჭიროებები ჩვენ რაც გაგვაჩნია კიდევ და კიდევ გამოწვევები რჩება ძალიან ბევრი. გითხარით რომ ძალიან ვერაგი დაავადება, ეს არ არის რომ ერთხელ დაემართა ადამიანს და მოორჩა. სამწუხაროდ აქვს რეციდივი. და ეს ამიტომ საჭირო არის შუალედური კვლევები. შუალედური კვლევები ძალიან ძვირი ღირს და ამიტომ საჭიროა მხარდაჭერა, საჭიროა თანადგომა
და ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვართ. ძალიან ბევრი კარგი გოგო დაგვემატა სამწუხაროდ, დაგვემატა, ესე ვიტყვი, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ისინიც პაციენტები არიან. მაგრამ ძალიან ძლიერები გასულ თვეში, ოქტომბერში ქონდა პარიზში იყვნენ Fashion Week-ზე მიიღეს მონაწილეობა ექიმებთან ერთად გამოვიდნენ და ანუ მიუღწეველი ჩვენთვის არაფერია. ანუ ყველგან ვართ და ყველგან ვავრცელებთ ჩვენს ხმას და ვაჩვენებთ როგორები ვართ, ჩვენ მეც ვიღაცის მაგალითი ვარ. ძალიან ბევრის მაგალითი ვარ, ძალიან ბევრი ქალბატონი მეკონტაქტება და უხარიათ, რომ გაიგები ჯერ არ გონივა, რომ პაციენტი ვიყავი, დროებნები ვარ პაციენტი და 11 წლის წინ ძალიან დიდ სტიმულს ვაძლევ და ეს რა თქმა უნდა მეც მიხარია ძალიან და მინდა რომ ყველანი ვიყოთ ჯანმრთელად ერთად და მივაღწიოთ იმ შედეგამდე მივიდეთ, რაც განვითარებულ ქვეყნებში არის. ქალბატონების უფლებები დაცული, მინდა რომ ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ნებისმიერი ყველა საქართველოს მოქალაქე ქალის უფლება იყოს დაცული და ყველანი ვიყოთ ჯანმრთელად.